მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო და ჩემო კარგებო. დღეს მოვედი ესეთი საჯარო გაშლით, რას აპირებს თქვენი ჩაფიქრებული პიროვნება უახლოესი 3 თვის ვადაზე. რას აპირებს, აპირებს თუ არა კონტაქტზე გამოსვლას, მათ თვის იქნება ეს გაშლა, ვინც ეხლა იმყოფება პაუზაში, ჩემო ძვირფასებო და გაინტერესებთ კითხვა გაქვთ მასთან, რას აპირებს, ხო? აპირებს საერთოდ რაიმეს გაკეთებას? კითხოთ ჩვენ. რას აპირებს? იცით როგორ არის, რომ ეს ადამიანი ძალიან ბევრს ფიქრობს და გადაწყვეტილება მიიღო, რომ მას აღარ უნდა, ჩემო ძვირფასებო, უმოქმედოდ ჯდომა. ნამდვილად ძალიან ბევრს ფიქრობს თქვენზე და გადაწყვეტილება აქვს მიღებული, რომ დაბრუნდეს თქვენს ცხოვრებაში, ისევ გამოჩნდეს, ისევ აქტიური ნაბიჯები გადადგას და არ ღვიოს ეს დუმილი, რაც თქვენ შორის იყო და დისტანცია, ჩემო ძვირფასებო. კი, აუცილებლად დაასრულებს ამ ეტაპს. ეხლა ის იმყოფება ტრანსფორმაციის პერიოდში, როცა რაღაცა ძალიან დიდი ცვლილებები უნდა მოხდეს ურთიერთობაში, ძირფესვიანი, ძველი მიდგომების, ძველი აზროვნების, ძველი შეხედულებების სრულიად დასრულება და ჩემო ძვირფასებო, ეს ადამიანი ძალიან ბევრს ნერვიულობდა, დარდობდა, როგორ გამოჩენილიყო, ისევ როგორ დაბრუნებულიყო თქვენს ცხოვრებაში აქტიურად, მაგრამ ჩემო ძვირფასებო, მან დაამარცხა ეს პერიოდი, როცა სულ შიშებში და ნერვიულობაში და დარდში ატარებდა მხოლოდ დროს და რეალური მოქმედებები არ ქონდა. ეხლა უკვე იმ ფაზაში არის, ჩემო ძვირფასებო, როცა უკვე უნდა რომ გამოჩნდეს და აქტიური ნაბიჯებით დაბრუნდეს თქვენს ცხოვრებაში. მას როგორ ვთქვათ, ყელში მოუვიდა თქვენგან შორს ყოფნა, ჩემო ძვირფასებო, ძალიან ენატრებით, ძალიან მოჯაჭული არის თქვენზე. და უთქვენოთ სიცოცხლე ვერ წარმოუდგენია, ძალიან უჭირს უთქვენობა. დაბრუნება უნდა, ერთი სული აქვს, როდის დაბრუნდება. უკვე ყელში ამოუვიდა ამდენი მარტო ყოფნა რა და უკვე ამბობს, რომ всё, მე უნდა დავბრუნდე. აუცილებლად აპირებს, რომ დაბრუნდეს. და ნიადაგს ამზადებს ამისთვის, ჩემო ძვირფასებო. იცით როგორ არის, რომ ეს ადამიანი აუცილებლად დაბრუნდება, ჩემო ძვირფასებო, ექნება მოქმედებები ამ ადამიანს, მაგრამ როგორ არის, იცით, რომ თქვენ თუ გონიათ, რომ ეს ადამიანი ეგრევე შემოვარდება და როიტყვიან შტურმით აგიღებთო, ესე არა. რა თქმა უნდა, იბრძოლებს ამ ურთიერთობისთვის, მაგრამ უფრო როგორ იცით, რომ დასვენებული, ძალებ აღდგენილი, კარგად ნაფიქრი, კარგად ჩამოყალიბებული, ისეთი პატარა ბავშვით არ აპირებს მოქცევას და არც თქვენ დაკარგვას ხელმეორედ ვერ გადაიტანს. უნდა რომ შეგინარჩუნოთ და ამისათვის, ხო, მაქსიმალურად იქნება გათვლილი ნაბიჯებით, ზუსტად დალაგებული ექნება, რომ ეხლა მე რომ მივალ ამასთან რომ გამოვჩდები ამ ქალთან, ხო? ამას რო ვეტყვი, ამის მერე ის რა პასუხს გამცემს, გონებაში ალაგებს ამ ყველაფერს, მე რა უნდა ვუპასუხო, რომ არ დავკარგო და შევინარჩუნო. ესეთი დამოკიდებულება აქვს, ჩემო კარგებო და ზუსტად ეხლა აქვს იმის პერიოდი, რომ ეს ნაბიჯები კარგად აწონდაწონილი გადადგას, რადგან
დაკარგულად გრძნობს, აი ცარიელად გრძნობს თქვენს გარეშე თავს და მიტოვებულად. ამიტომ უნდა, რა თქმა უნდა, თქვენთან კომუნიკაცია და თქვენთან დაბრუნება, იმიტომ რომ იცის, რომ მხოლოდ თქვენ აძლევთ მას სულიერ სიმშვიდეს, ჩემო ძვირფასებო, რასაც სხვაგან ვერსად ვერ პოულობს. თქვენ ხართ ქალი, მისთვის რა ვიცი. ქალი, რომელთანაც ის პოულობს შინაგან სიმშვიდეს. იღებენ ისეთ თქვენ ისეთი ქალი ხართ, რომ იღებთ მას ისეთ როგორიც არის. ამიტომ მას გადაწყვეტილი აქვს, რომ იბრძოლოს ამ ურთიერთობისთვის და ასე მარტივად არ დანებდეს და უფრო მეტად ჩამოყალიბებული კაცის პოზიციაში გადავიდეს. მანამდე თუ აი ვერ გაეგო, მიდიოდა, მოდიოდა, რა უნდა და არ უნდა ურთიერთობა სტაბილურობას არ გაძლევდათ, ეხლა ჩემო ძვირფასებო, ამ ადამიანს უნდა დაბრუნება, თან უნდა დაბრუნება, რა თქმა უნდა, სტაბილური განზრახვით, ჩემო ძვირფასებო. ის აღარ აპირებს ბავშვურ თამაშებს. ეს ფაზა უკვე დასრულებულია, ჩემო ძვირფასებო, მის ცხოვრებაში. ეხლა უკვე ზრდასრული მამაკაცის პოზიციაშია გადასული და ასე აპირებს, რომ იმოქმედოს და ასე გააგრძელოს თქვენთან ურთიერთობა. მე თქვენ ყველაფერს საუკეთესოს გისურვებთ. ვისაც მოგწონთ ჩემი ვიდეოები, გამოიწერეთ ჩემო ძვირფასებო არხი ჩემი და ლაიქეთ და კომენტარეთ, რადგან მოხდეს ენერგეტიკული მიმოცვლა ჩემო ძვირფასებო და ვისაც გაინტერესებთ პირადი ინდივიდუალური გაშლები, შეგიძლიათ მომწეროთ Viber-ზე. ყველა საჭირო საკონტაქტო ინფორმაციას იხილავთ არხის აღწერაში ან თვითონ პოსტის აღწერაში, ასევე კომენტარებშიც დავურთავ საკონტაქტო ყველა საჭირო ინფორმაციას, ჩემო ძვირფასებო.